ისევ გავიმარს სამსახურში, დღეს ვარ დილა და ყვეს. და მე შევაც დავისვენებ. ხოლმე მე სასაფლაოზე მიყავ მამაჩემის სასაფლაოზე და ამიტომ ჩვენ აღდგომას ანუ კვირას არ გავდივარ, ხოლმე ხშირ შემთხვევაში ყოფილა ისეც, რომ კვირასაც გავსულავთ ბოდიში თქანაობს მობილური ხელში მიჭიროს და ზამზარებს. დილდივარ მეცინება ჩემთვაზე ვინც არ მუშაობს იმას უფრო აქვს შემოსავალი მე როგორც ვაკვირდები სხვათა შორის მე როცა არ მუშაობდი რამდენად საოცრადაც არ უნდა მოგეჩვენოთ მაშინ უფრო საიდანღაც როგორღაც მქონდა აქ YouTube-ზეც ანუ დროც მქონდა თავისთავად მეტი არ ვიცი უკვე ამ ვიტრო ქუჩებით მივდივარ ხოლმე მოკლეზე მიყვარს დილა დილის სუსხიც ყველაფერი მართალი ხელები მეყინება მაგრამ მოლოდინი ვიქონიოთ რომ მალე გამოვა ამინდები ხითრაში ყომაზე უკვე წვანდება ნეომერობა ой ზემოთ ბუდეა მოკლედ ერთი დაუჯერებელი ამბავი უნდა მოგიყვეთ არ ვიცი ახლა ჯობია მოგიყვეთ თუ მე სახში რომ მივალ იქიდან მაგრამ ახლაც მოგიყვებით მოკლედ ბაღში რომ დავდიოდი აღმაშენებელზე იყო ღვინის მაღაზია მაგრამ ღვინის მაღაზიის გვერდით არკაში შესასვლელი იყო და ბოლოში რომ გახვიდე და იქ იყო ბაღი ჩვენი საბავშვო ბაღი მოკლედ ერთ დღეს ბაღში მოვიდა ერთი კაცი მხარზე ქონდა გადაკიდებული რაღაც მაგნიტოფონი მოკლედ მთელი ეს დიდი რაც ჩანთასავით რაღაცეები და მასწავლებელს რომ დაელაპარაკა ნუ მე გამომიყვანეს და როგორც ხმაწკრია კარგი სმენით ვინც არ იცით მიჭერთ 10 წლებში სწავლობდი კონსერვატორიაში და მოკლედ გუნდის სოლისტიც ვიყავი რა ხო და მოკლედ გამომიყვანეს და თან ეს კაცი ეკითხება აი როგორ მახსოვს იცი როგორც გუშინდელი დღე ეკითხება რომ რამე ისეთი ადგილიო სადაც ცოტა ისეთი სიჩუმეც და აკუსტიკაც რომ ვიყოს რაღაცა და სამზარეულოს იმაში შევედით რა სადაც ის იყო კაფელი რაღაც მოკლედ და სიმღერას სტროფით რა ესე ერთიანად კი არა აი სტროფით მეუბნებოდა აბა ესე იმღერე ისე იმღერე ეს სიტყვები და აბა გამოიცენით რა სიმღერაზეა ლაპარაკი რამდენი წლის ვიყავი ზუსტად არ მახსოვს შეიძლება 4-5 რა ვიცი აი ესე პატარა რა მოკლედ და ფიფქები ხო იცით ფანტელები ცივადა ფიფქები ცივადა ეს ზუსტად მაგ სიმღერას ხო რაღაცა მეშლებოდა ისე ერთი რამოდენიმე ესე ეგრეთ წოდებული დუბლი ჩაწერა მე კმაყოფილი წავიდა ხო და შენი სიმღერა იქნება რადიოში
ხო და ხო როგორც მივხვდი მაშინ რაღაცა საუბრობდნენ იქ ხა მასწავლებლებთან და რაღაცა და რაღაც ჩანაწერი დაუზიანდათ თუ დაკარგეს თუ მოკლედ არ ვიცი რაღაცა იყო და მოკლედ ეს ჩამწერა რა ვთქვა ხო და ისე ველოდებოდი მეგობრებო ისე ველოდებოდი ამ სიმღერას რადიოში და უცბად რომ გაისმა და დედაჩემს ვეუბნები დედიკო ნახე მეთქი ჩეს მე უღერი ვარ მე ნახეთ გლიცინიები უკვე გაყოლებულა მათ რომ მასე როგორ მინდა ჩემ ფანჯრებთან საიდან ამოდის ეს გლიცინი რამ ხელახე ყოფილა ხო და მოკლედ დედაჩემ არ მომაქცია ყურადღება ხა პატარა ბავშვის ისა ლაპარაკი ხო იცით როგორია მშობლისთვის როცა არ ძალიან რამე საქმეს აკეთებს მოკლედ რა ხო და მერე გავიდა დრო და ვიღაცამ თქვა რომ არ მახსოვს მე მგონი მასწავლებელმა თქვა რაღაცა რომ ვითომ ეს არ მასქნესო თუ რაღაცა რა მოკლედ ახლა მე ჩემ ხმას ვცნობ იმიტომ რომ ვიცი ჩემი ხვიჟღრადობა ჩანაწერის ბავშვობაში მამა ჩემი ხშირად თავდა ხოლმე ბაბინებიანი მაგნიტოფონი იყო და მიკროფონით იწერდა ხოლმე ჩვენ და ექსერებს სიმღერებს მოკლედ ხო და ესეთი ისტორია და გაიგეთ ახლა სინამდვილეში რა ხდება და როგორ ხდება როგორც წესი მაშინაც იყო ეს ჩაწყობა მოწყობა ისინი და უბრალოდ ვიღაცა ბავშვი ნახեց ხმით ჩაიწერეს და მე მიაკერეს სხვა სახელი მე ესე ვფიქრობ ხო და მოკლედ ესეთი ამბები ეს გამახსენდა გუშინ ისე რაღაცას მოვაყოლე ეს ფიქრები და გამახსენდა და ისე რაღაცნაირად გული დამწოდა კიდევ ერთხელ მოგესალმებით მოკლედ სახში ვარ უკვე მეძინა კიდევაც დარჩენილი მქონდა ეს ლურჯი კომბოსტო ცოტა და მეთქი რა გავუკეთო და რაღაცა ინტერნეტში შევხვდა რაღაც სალათი და მეთქი აბა ვცდი თან ეხლა ის ზუსტად ისეთი არ გავაკეთე იმას კიდე პროცეული ქონდა მაგრამ თითქმის იგივე ინგრედიენტებია ენამებმა ხოლმე ინგრედიენტები მოკლედ ლურჯი კომბოსტო სტაფილო გახეხილი წითელი ბულგარული მწვანე ხახვი და სიმინდის მასვლები თან ფასახლებაში იყო ორი და რაღაცა და მოკლედ სიმინდი გუშინ რო შევღებე კვერცხები ნახეთ მეგობრებო რა მუქები გამოვიდა შეხედეთ მოკლედ მეორე პარტია უკეთესი იქნება ეს სამსახურში გვაჩუქეს ანუ სამსახურმა გვაჩუქა უკვე გავსინჯე ძალიან მომეწონა თან მე მიყვარს პასკალ კარგთან ერთად და რაიმეზე ან ყავაზე ან ჩაიზე მოკლედ უგემრიელესია ხო ეხლა გავსინჯავ ამას და ვნახოთ თან სოსო მარიცის ერთი უთხრა სასახო დიეტობს ანუ კალორიებს ითვლის და ესეც ნაკლებ კალორიულია თუ სწორედ მახსოვს უბრალოდ აი სიმინდი რამდენად ნაკლებ კალორიულია არ ვიცი ქრისტე აღდგა მეგობრებო გილოცავთ ჯანმრთელობა ბედნიერება მრავალ აღდგომას დაგასწროთ უფალმა მოკლედ ყველაფერს სიკეთეს გისურვებთ ავატყობებს გამოჯანმრთელებას და სიხარულს მოკლედ მშვიდობას კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გარეთ ისეთი სიწყდარეა ძალიან ცოტა ადამიანები დადიან საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის რა თქმა უნდა და როგორც ვიცი მგონი უფასოა მაგრამ აი სასაფლაოებზე რომლებიც დადიან ის ზუსტად ვიცი რომ უფასოა
მოკლედ რა ვიცი შარშან ნეტვე იყო თუ სწორედ მახსოვს ხო მოკლედ ხვალ დღეს ვმუშაობ საღამოს ცვლა ვარ დარწმუნებული ვარ რომ ბევრი არავინ არ იქნება მაღაზიაში ანუ ადამიანები და ხვალ ალბათ მუხად გვერდში მამა ჩემის საფლავზე და მე ისევ დაიწყება სამუშაო კვირა მოკლედ ესეთი ამბები მოკლედ კიდევ ერთხელ მოგესალმებით კიდევ გილოცავთ ქრისტეს აღდგომას და გისურვებთ ყოველივე კარგს მშვიდობას ჯანმრთელობას მოკლედ ღვთისწყალობას ხო რა მინდა და მე თქვა ძალიან ჩავთე ვიღებდი და თორმე მიკროფონი გაჩვეულა და ამიტომ თავიდან მომიწევს ყველაფერზე საუბარი როგორ არ მიყვარს ხოლმე ესეთი რაღაცები მაგრამ ხდება ხოლმე ეს ტექნიკური ხარვეზები იმიტომ რომ ეს მეორე მიკროფონი როგორც ჩანს არ იყო სრულად დატენილი მოკლედ რაზე ვსაუბრობდი და რა ვთქვი რა ჩავწერე ის რომ მოკლედ სცენარებთან დაკავშირებით რა სახლის სცენარები მეზობელმა მითხრა რომ ბანანის ქერქსო ნუ გადააგდებო ანუ წლიან ბოთლშიო ჩადეო და მე ეს ანუ გაუჩნდება ეს დაასხიო მცენარეებსო და სხვა შეს რომ გავაკეთე მართლა კარგად ასე იმოქმედა და გამოცოცხლდა ჩემი სახლის სცენარეები და მე კიდე იდეები მომივიდა და ავდექი და რასაც ბოსნეულს გავარჩევდი თქვათ სადილებისთვის რასაც ვარჩევდი ყველაფერს დებდი ამ ბოთლში და წყალს ვამატებდი რა მოკლედ რაღაც რამოდენიმე დღეა სცენარები ისეთი გამოცოცხლებულია და ისე ლამაზად ხარობს რომ რა ვიცი ალბათ ნებისმიერი სასუქჯობია ხო და ამ ყველაფერზე სასუქებზე რომ საუბრობდი რა წინ რო ვიწერდი ახლა და რო არ ჩაიწერა ხმა მეტი ახლა წიწეს ვამბობდი იმას რომ ადამიანებიც სამწუხაროდ ასე ჩვენ რითი ვიკვებებით ზოგადად ახლა რაც არ უნდა ჩვენ ვიძახოთ რომ უსასრულოდ მოყვანილია და ის არის და ეკოლოგიურად ის არის და ეს არის ხო ეკოლოგია ისეთი დაბინძურებულია ჩვენ ქვეყანაში რომ მთაშიც და ბარშიც მე მგონი დიდი სხვაობა არ არის რა მოკლედ ჰაერით დაბინძურებულია მიწა მოკლედ კარგად არის რა ჩვენი პლანეტა ზოგადად დაბინძურებული მაგრამ უფრო მეტად ჩვენ ქვეყანაზე მაქვს საუბარი იმიტომ რომ იმდენი მანქანა იმდენი გამონაბოლქვი ამდენი ეს ძიმე მეტალების როგორ ქვია ახლა რაც ვეყვები იმას ვერ ვიტყვი ხო ილექება ეს ყველაფერი როგორც გამიგია და მოკლედ მიწაშიც არის და წყალშიც არის და რა ვიცი ყველაფერი და თან მერე ჩვენ კიდე იმისთვის რომ წერება მიირთვან მოსავალი და რაც კიდე რაღაცას უკეთებთ ეს ოდეთგანვე იყო მაგრამ ადრე სხვა ის იყო სხვა როგორ ვთქვათ სასუქს იყენებდნენ და ახლა უფრო ვითომ გაუჯობესებულია ვითომ ისა მაგრამ სინამდვილეში ფაქტის სახელზეა ახლა რაც ვიცახი ახლა რატო ვართ ჩვენ ქართველები ესეთი აი რო გვერდები ახლა ყოველდღიურ ცხოვრებაში აგრესიულები პატარა რაღაც აი წვრილმანძეც კი ბრაზდება ადამიანები ერთმანეთზე თუნდაც ის რა შემთხვევით რომ გაკრამხარ და შემთხვევით მოგივიდეს ისეთ გეტყვის გეგონება შეიძლება დააკეთე და მოკლედ მილიონი ესეთი შემთხვევაა დამეთანხმებით ყველამის ხო და ეს ხასიათი საიდან მოდის ადამიანის მოდის ჯანსაღი სხეულიდან ხო სხეული როცა ჯანმრთელია კუჭნაწლავი მოწესრიგებულია შესაბამისად ხასიათიც უკეთესია და არ ვიცი აი რა დონის მაზოხისტი უნდა იყო ადამიანი რომ სიამოვნებდეს ცუდ განწყობაზე ყოფნა ან ცუდ ჩხუბის რეჟიმზე ყოფნა ხო და გამონათქვამია ესეთი თუ მე მგონი ბევრს გეცოდინებათ ხასიათში გადაურიდაო ხო ეს მართალია ესე ხდება შიშებიც აქედან მოდის უხასიათობა აქედან მოდის მოკლედ
სხეული და გონება ერთმანეთი ანუ სული სხეულის გარეშე არ არის, ხო? ანუ იმაშია. ერთად არის და გაფრთხილება უნდა ამ სხეულსაც და როგორ გავფრთხილდები, ხო? როცა ნებისმიერ იმას შეფუთვას აიღებ და რო წაიკითხავ ქვეყანა მთელი მენდელეევიცის არის შინ და მოკლედ არ ვიცი ახლა გამოსავალი რა შეიძლება იყოს, მაგრამ მიზეზი ეს არის, ფაქტია რომ მიზეზი ეს არის ადამიანების ხასიეთის. შეიძლება ვიღაცა არ დამეთანხმოს, აქ არის კიდევ ვითომ ფიქრი და რაღაცა, მაგრამ ძირითადი მოდის აქედან. თუნდაც ის რომ აი რაღაცა ამ, ენერგია დაქვეითებული ადამიანებიც ბევრი მინახავს. მოკლედ ხომ რატო საერთოდ მარხვის ხორციელი მარხვა, ანუ მარხვა სულიერი და ხორციელი, ხო? აი ხორციელი მარხვა ეს ზუსტად იმას გულისხმობს, რომ უნდა გაიწმინდოს სხეული ამ ზედმეტი იმისგან, ტვირთისგან და აქ მარტო ნებისყოფაზეც არ არის საუბარი, ეს არის პირდაპირ მნიშვნელობით სხეულის გაწმენდაზე. ბევრ რელიგიას კულტურას აქვს, ანუ ხალხის კულტურაშია ეს, რომ არის რაღაცა სხვადასხვა მეთოდები ასეთი გაწმენდის სხეულის და როცა სხეული იწმინდება, გონებაც იწმინდება და ამიტომ ესეა. ხო და მოკლედ ახლა სცენარეებით დავიწყე, რასაც წავედი, ხო? ნუ მემფიქრება ხოლმე ესეთ რაღაცეებზე. კარგი იქნება რომ გამოსავალიც იყოს, ანუ ესეთი რეალური, აი დასკვნა რაღაცა, რომ აი გაგიზიაროთ, ალბათ ეგეც მოვა დროთა განმავლობაში და რაღაცა გვეშველება, იმიტომ რომ მართლა საზღვარგარეთ რომ მიდის ხალხი, მე ბევრისგან ვიცი გამიგია, რომ იქიდან ჩამოსულები და ხალხი იქ შვიდია დაწლარებული ესეთი ბედნიერი, ნუ ბედნიერება ეხლა კიდე ბევრ რაღაცებზეცაა დამოკიდებული, შეიძლება ეხლა ეკონომიური მხარეც მოგვარებული რო აქვს, ეხლა ასე თუ ისე ისეთი ხელფასები აქვთ, რომ მარტო იმაზე არ ფიქრობენ, რომ დღეს ყოველს ადილი რა მოამზადონ და იქ რაღაცა პატარ-პატარა ხარჯები, ანუ ადამიანურად შეუძლიათ იცოდონ, შეუძლიათ ვთქვათ, ავეჯიც იყიდონ, შეუძლიათ მოგზაურობაში წავიდნენ, მოკლედ ნორმალურად იცხოვრონ რა და შეუძლიათ თეატრშიც იქ. ხო და ჩვენთან სამწუხაროდ სხვა სურათია, მაწყარს-მაწყარი ეგონაო, ესეა საერთოდ. მე მაგალითად ძალიან მდიდარიც რო ყოფილიყავი, ბედნიერი ვერ ვიქნებოდი და რატო? იმიტომ რომ მე ყოველთვის გავიფიქრებდი, რომ სადღაცაც არის მშიერი ბავშვი, სადღაცაც არის გაჭირვებული, ალბათ ყოფი თუ ისეთი თუ ასეთი, ნუ მოკლედ ეს მე მოსვენებას არ მომწევდა თუ სინდისი გაგაჩნია, რა თქმა უნდა, ადამიანს, თორე უსინდისო ადამიანი ხო, უემოციო და იმის საქმე წასულია, ის როგორც აი გაქრება რა, მოკლედ გაქრება ყველა გაგებით რა, გაქრება. ადამიანი ფასდება სულით, ხო და სული თუ არა აქვს ადამიანს ის მართლა გაქრება. სული ამ ციკლის მნიშვნელობით. მოკლედ. ხო და თან სადაც ვუყუროთ, ხო მართლა ეს რატომაც ვიაცივად ეს დღეები მეგობრებო, ძალიან ციო და სახში გამოთქვებელს არ ვთავ შეგნებულად, იმიტომ რომ ისეთი გაძირებულია ეს დენი ძალიან და ახლა კიდე გამოთქვებელი ხო წარმოგიდგენიათ როგორ აფრინდება ამდენი მაქვს კიდე გადასახდელი დარჩენილი მაქვს 500 და კიდე არ ვიცი რა დაემატება, ნუ მოკლედ ეტაპობრივად ნელ-ნელა ვიხდი. ხო, რაც შეეხება იმ მაღაზიაში შესვლაზე, ახლა როცა მაგალითად ისეთი რაღაცეები, რაც მათზე არ არის დამოკიდებული და ანუ გადაგასულზე მაქვს საუბარი რა, ახლა მე ისეთი სულელიც არა ვარ, რომ ადრე მართლა არ ვაქცევდი ყურადღებას, იმიტომ რომ თვლიდი, რომ პატიოსანი მაღაზია იყო და როგორც მე პატრონის მაღაზიის მე პატრონის აქებდნენ, რომ კაი ქალია ისა ეს, ანუ გასაგებია, მაგრამ კარგი რაში გამოიხატება ის, რომ უნდა იყოს მოწესრიგებული, ხო და ხარისხიან პროდუქციას ყიდიდეს მომხმარებელზე და ახლა რამოდენიმეჯერ შემხვდა იქ დაძველებული კამფეტი ბავშვს ვყიდე, ხო და დაძველებული რო იქნება არ ვიცი მე ახლა
გაჭირვებაზეც არ არის მარტო აქ არიან ისეთი ადამიანები რომლებიც ჩვეულებრივად შედიან ეხლა იმათაც ისინი თვლიან რომ რატო უნდა იყოს ვადაგასული ხო ბევრს აქვს ეს ჩვევაში რომ ვადებს ამოწმებს ისე სხვათა შორის ყველგან შეამოწმებს მაინც ვადები არა აქვს მნიშვნელობა ის ლიცენზირებული და ლიცენზირებული კი არ არის ვამბობ ანუ უფრო ისეთი დონის მაღაზია იქნება თუ დაბალი დონის როგორც ეს პატარა მარკეტები მაინც უნდა შეამოწმოთ ეს არის ადამიანის თვითონ ყურადღების მომენტი თან მით უმეტეს თუ ბავშვისთვის ყიდულობთ მით უმეტეს უნდა შემოწმდეს ზოგადად ისედაც ხო რა თვარგა ყველაფერი და ახლა კიდე ვადაგასული საერთოდ კატასტროფაა. ხო და ამიტომ რა ვიცი მე გადავწყვიტე ახლა დიდი დაქალობა და მეგობრობა მაგ ადამიანებთან ახლა ისედაც არ მაქვს მე კი მეგონა რომ ნორმალური და კულტურული ადამიანი იყო და თურმე ну раз უკაცრავად რა კულტურა რო ქონოდა ელემენტარული ის რომ აი ადამიანს ვინც არ უნდა იყოს ხო ზოგადად და ხო თან მით უმეტეს მე რო იცის რომ მარტო ხელა დედა ვარ და რაღაცა ვწვალობ შრომობ და რაღაცა ესე არ უნდა დავლაპარაკებოდა ეს ერთი ხო მერე კიდე ის კომენტარი ნახე ხო ნორმალური კომენტარია ყველაფერი გაგეცით პასუხიც და ერთი ის უნდა ვთქვა რომ იქ იყო ესეთი რა თქვა ყველას ერთ ქვაბში მოგვხარშავთ მოდით ესე ვიტყვი იმიტომ რომ მეც მეუღლე არ მყავს და ბავშვს ვზრდი ისე ხო მაგრამ ეს ჩემზე ხო არ იყო დამოკიდებული რა აი რა უნდა მექნა მე აი როგორ უნდა შემებორკა და მე პატიმრებინა არ გაქცეულიყო თუ აი რა უნდა მექნა ხო მაშინ არ იარსებებდა ესეთი ცნება როგორც არის მარტოხელა დედა ხო და მარტოხელა დედას ახლა იქ ხარში დგომა რომ უნდა ეგ ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყნებში ცნობილია და იმის გამო განიკითხო რომ აი მიხედოს მამამისმა და რაღაცა ძალიან ცუდი ის არის ნათქვამი, იმიტომ რომ ბევრი ისეთია, რომ რას ამბობთ, მიხედოს, კაია, ეს იძულებითაც ვერ გააკეთებინებ ბევრს. თან მით უმეტეს ახლა სოსოს მამა, რასაც ქვია, გაიქცა. სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, დაქორწინდა ვაჟბად უკრაინელ ქალბატონზე. იმიტომ რომ ქართველები აღარ მოვწონვართ, ცუდები ვართ ძალიან და ამიტომ უკრაინელი ამჯობინა. ხო, უკვე შვილი წავთ და მოკლედ იმის თქმა მინდა რომ არ ადარდებს რა. მე კიდე ისედაც ნერვები ისეთ იმაში მაქვს ისე ამდენ წვალობ, შრომობ რაღაცა ის 2 კაპიკი ვიშობ და ახლა კიდე კუჩი ვსდიო და კიდე ადვოკატები დავიქირავა იმისთვის რომ ვიღაცას რაღაცა ძალით იმას ვქნათ. რა ვიცი. აი რაც მისგან თავის შვილს ეკუთვნის, ახლა ცუდად შვეს, მაგრამ აი ღმერთმა ის მისცეს, რასაც იმსახურებდეს, მოდი ესე ვიტყვი. ზუსტად იმდენი მისცეს, რასაც იმსახურებდეს, არც მეტი, არც ნაკლები. მოკლედ, ესეთი ამბებია და ვის როგორი ცხოვრება აქვს, არავინ არ ვიცით, ხო? და ზეპირად ესე მეტყველება იოლია და მე უნებლიეთ ცოდვას ჩავიდეთ და მე გვიყვირს ხოლმე რაღაცა წვეწინ რო დაგვხვდება. მეც ესე ვიყავი ხო რა. აგერ ჩემი და თვითონ და მიხედოს მამამისმა ესეთი ტონი და შენ მაინც არ ამბობდი ამას მეთქე როგორ მიხედოს ხო მე რას ამბობ ახლა უარზე ვარ რომ ახლა ადამიანს უნდადეს ვთქვათ შვილთან ურთიერთობა და დახმარება და ასე შემდეგ და მე ფეხებს პარჭავ თუ რა აი როგორ წარმოუდგენია ხალხს ესეთი რაღაც ხო ზოგი იტყვის მაშინ არ უნდა გააჩინო ეგეთი რას ამბობ ყველამ ვიცით თავიდან ყველა ანგელოზია და მე გამოვლინდება ხოლმე რაღაც ამიტომ არის რომ ცივილიზებულ ქვეყნებში ერთად ცხოვრობენ დიდი ხანი ცხოვრობენ ერთად და მე წვიტავენ სერიოზულ ნაბიჯებს და ჩვენთან ყველაფერი უკუმართად როა იმიტომ არის ესე თუმცა არის რაღაცა მექანიზმები აქ უფროსი თაობასაც დიდი როლი აქვს სამწუხაროდ დაკისრებული
მე ხარ რატო თქვი სამწუხაროდ, იმიტომ რომ მათ თავის ცხოვრება გამლეს და ახლა კიდე ის ჯერბებიობა და მერე კიდე ესეთი ამხელა პასუხისმგებლობას რო ითავსებდნენ, იმიტომაც მალე ბერდებიან, მალე გარდაიცვლებიან, იმიტომ რომ ნერვები უნდა ყველაფერს. ის რომ შენ თავზე რო აღარ ფიქრობ, ხო? და იქ ფიქრობ შვილების და მათი ოჯახების კეთილდღეობაზე და ეს იყო ხო, ეს კულტურა იყო, ჩვენი ტრადიცია იყო და ამიტომ იყო ბევრი ოჯახი შენარჩუნებული, თუმცა რის ფასად. მოკლედ მე და ჩემი დაც ასეთი ფაქტიურად მსხვერპლი ვიყავით რა, დედაჩემი და მამაჩემი კი ახლა ესე ხშირად არა, მაგრამ მაინც ხო იყო კონფლიქტური სიტუაციები და ჩვენზე ძალიან სერიოზულად მოქმედებდა და როცა აი ეს ეგოისტურად არ შეიძლება ჯობია გაეცალო და შვიდ გარემოში გაიზარდოს თაობა, ვიდრე უყუროს ამ ყველაფერს და ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღოს ბავშვობიდანვე რა, მოკლედ ესეთი ამბები ხო და არ ვიცი რა, ძალიან ესეთი თემაა ეგ, ძალიან იდეალური, არ არსებობს აღზრდასაც არ აქვს მნიშვნელობა, ბუნება მით უმეტეს, ვიცით მატურას უშველის ბუნება მან უშველა, მოკლედ ძალიან ბევრი ფაქტორებია, ის კი არა ადამიანს უკვე აი ბავშვობიდან ეტყობა ის როგორი უნდა იყოს გოგოც ბიჭიც, აი თავიდანვე რა, როგორი ღერძიც აქვს, ისეთი იქნება მერე ნაყოფიც და ხო და ესე მოკლედ ძალიან ბევრი ფილოსოფოსე ამ დღეს ახლა უკვე ნახევარია 12-ის და მალე დავემზადები, სადილს დავასრულებ და წავალ სამსახურში. კარგით მეგობრებო, იმედი არ გამეთიშეს. აი ესეთ თემებზე ვფიქრობ, ესეთ თემები მიტრიალებს თავში, მოკლედ ეს საკვებით რომ მოქმედებს ხასიათზე და ყველაფერი აბსოლუტურად ეს ეკონომიური მდგომარეობა, ეს ამდენი უსამართლობაზე ხა სულელი ადამიანი ხედავს, რომ უცხოეთში იგივე შრომაში შეიძლება უფრო ნაკლებ, ანუ უფრო მსუბუქ შრომაში უფრო მეტ ანაზღაურებას იღებს და ჩვენი თანამოქალაქეები და ჩვენი ხალხი მართლა ტყავიდან წვება და დასვენების დღესაც იკლებს, რომ რაღაცა მეორე სამსახური მესამე ან რაღაცა კიდე მოიფიქროს. იმიტომ არის უკვე ადამიანებიც უკვე ისეთ ფიქრებში მიდიან, რომ რაღაცა აუვარო გვერდი რაღაცებს და არ შეიძლება ეს მოკლედ უნდა დავაგდეს რა საკმარისია ყველასთვის ყველაფერი და არ უნდა იყოს ეს გაუმარცხრობა და ეს მართლა მემაპატია და სიღორეა რა ეს ერთს კონდეს ამდენი და მეორე საერთოდ ნაგავში ეძებდეს ყოველდღიურ რაღაცა საკვებს ხო ან რაიმეს მე ჩემი თვალით მინახავს ბევრჯერ და არა მარტო მე თქვენც ალბათ გექნებათ ესეთი რამე ნანახი და ეს არის სამწუხარო ძალიან მოკლედ ესეთი ამბები კარგით აბედროებით და ფიქრობ ხალაც გადავიღებ ვიდეოს ნახოთ იმენ ამეყავს ეს სიტყვა მოლოდინი მანქ ამინდი ხელს შეგვიწყობს ყოველ შემთხვევაში დილის საათებში მაინც ან დღის პირველ ნახევარში მაინც და ნახოთ რა იქნება წესით მზე უნდა გამოსულიყო დღეს და სად არის მზე არ ჩანს შენ ველოდები კარგით აბა გარდაცვლილებია ეს ნები გამოცხადებული. კარგით აბა გაკოცეთ, ყველა კეთილ ადამიანს გულში გაკოცეთ, გისურვებთ წარმატებებს, ბედნიერებას, ჯანმრთელობას, მოკლედ ყველაფერს საუკეთესოს. გაკოცეთ აბა გულში.